ჯიბიდან იღებს სიგარეტის ნამწვავს და იძახის რომ აი ეს ეგ ნახე აი აქ და ვინ დააგდო. ნუ არავინ ხმას არ იღებს რაღაც სიგარეტით ანუ ჩვენ ვეწევით ანუ ზუსტად ვიცით მე არ ვეწევოდი მაგრამ ვეწევით სადაც ხომოს ეგრეთ წოდებულ კურილკაში და მოსაკურს ვეძახთით მოკეთ და მოკეთ მან ვეწევით და ნუ შეიძლება ხარ ხო ამდენი ადამიანია ვიღაცამ შეიძლება მართლა მოწია და დააგდო ან ამოუვარდა ჯიბიდან. და ნუ არავინ არ იღებს მას დაწე 100 ანუ 100 დვა მიწიდან ნუ 100 ცხოვრებაში არ მქონდა არც ეს წავიდა პირველი ღამეა რა ანუ ეგ ხო ეგ მე ინტერესდება პირველი ღამეა და უკვე ან ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ აქ ვარ დიდი ხანი ანუ მინიმუმ 1 თვეა ანუ სრული აგონია გვაქვს თავში რა ხდება ერთმან ანუ არ უკარგავთ ჩვენს ღირებულებასაც რითაც მოვედით მაგრამ და რაღაცა ახალია ხო რა რატო გვიყვირიან ვერ ხვდებით თან ხვდებით მაგრამ არ მოგწონს და მოკლედ აგვაყენა დაგვაჯინა მე რაღაც გვატრიალა მოკლედ ტანჯავს რა ეს სერჟანტი და ბოლოს და ბოლოს თქვით სანამ არ იტყვით ვინ დააგდო მანამდე იქნებით ამ დღეში და ნუ ხე რომ წარმოვიდგინე რომ ანუ რაღაცა მეთქი მე ვიყავი თქო ნუ მან დაიწყო ჩემი ან პირველი დღე იყო და პირველივე დღიდან დაიწყო ჩემი ესე რომ ვთქვა ამოთვალწუნება რა თვალში ოღონდ კარგი გაგებით ესე რომ ვთქვა ხო და გამომიყვანა ესე გვერდზე დამაყენა ამ სერჟანტმა არ ვეწეოდი თან სიგარეტს შეიძლება არ მქონდა მაგრამ მეთქი ეს მორჩეს თან რაღაცა მეთქი აი ჩემი ძმებისთვის რომელიც დღეს შევიზინე მე ქვედანაყოფისთვის მე თავს გავწირავ და მოკლედ დაიწყო საუბარი რატო გავაკეთე ეს მეთქი არ მომიწევია მან რა თქმა უნდა მოუწიე მოსაწევში და მე დამივარდა ალბათ ჯიბიდან ეხა სანამ აქ მორბოდი თქო აბა ზუსტად სად დაგივარდა და მივყევი და აღმოჩნდა რომ საერთოდ არავის არ დავარდნია ეს რაღაცას ამოწმებდა მოიგონა ეს აი ესეთი დეტალები იყო ძალიან ბევრი და ესე თემა ასეულმა დაიძინა და მე რა თქმა უნდა მთელი ღამე ხან ხო ხავდი ხან ბუქნებს ვაკეთებდი ხან აზიდვებს იმიტომ რომ მოვიტყუე და მე მივხვდი რომ საერთოდ არც ვეწეოდი და აი აქედან მივხვდი რომ ანუ სადაც ანუ ყველაფერი კონტროლდება ყოველ წამს არის ჩვენი გამოცდა და ნერვების ესე რომ ვთქვათ აი ზღვარზე გვატარებენ ეს ადამიანები. ნუ იქ ერთვება ფიზიკური დატვირთვა და გამოცდილების გაზიარება, რაც თავარი აი პირველი ვინც ხედავდა რომ ესეთ რაღაცებს ვაკეთებდით და უშუალოდ გამოცდილები ვიყავით, ვინც უკვე ჯარში ნამყოფი იყო სავალდებულოში, ისინი რაღაცნაირად რაღაც მომენტს რომ გამოუნახავდით მოსაწევში ან ძილის პერიოდში, ხამ ესე ვიწექით და ერთმანეთს ველაპარაკებოდით რა. არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც რაღაც ჩურჩულით ის რომ აი ეხა ეს არ ჩაყოთ თავი ცხური ამაში, ესე გააკეთეთ, გაუძელით ეს სპეციალურად აკეთებენ. ნუ ვიღაცები დგებოდნენ და ღამე მიდიოდნენ უბრალოდ. ანუ ეს იღებდნენ რაც შეეძლოთ, გარეთ გადიოდნენ და დილით სამოკითხვაზე აღარ იყვნენ.